გადავიდეთ ახლა სულ სხვა თემაზე. გიგანტური საწნახელი, ხილის ფესტივალი, წარმოდგენები, გამოფენები, შეჯიბრებები, მსვლელობები. დედაქალაქი თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავს. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად გრძელდებოდა. ამ წუთებში კი ევროპის მოედანზე ოთონ ემსაძის კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც თავისი სეხნის სიმღერებს ასრულებს. ანუკა ელისბარაშვილი დილიდან ქუჩაში ეს კურიერის ავალებით თითქმის ყველა საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და ახლა შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს. ანუკა, როგორი იყო თბილისობა დღეს და როგორია ხვალინდელი პროგრამა? გიორგი, საკმაოდ აქტიურად და მხიარულად მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში თბილისობის დღესასწაული. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, დღევანდელი თბილისობა ბევრად უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე წინა წლებთან შედარებით. ამ წუთებში ოთონ ემსაძის კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც დღევანდელი პროგრამის დაასრულებს. ოთონ ემსაძის კონცერტი ოთარ რამიშვილის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. უფრო დეტალურად თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში თბილისობის დღესასწაული, ამას ჩვენ სიუჟეტში ეხილავთ. 7 ტონა ყურძენი საგანგებო თბილისობის დღესასწაულზე დაიწურა. გორგასლის მოედანზე მოწყობილ გრანდიოზულ საწნახელში სხვა მსურველებთან ერთად თბილისის მერი და პოლიტიკოსებიც ჩავიდნენ. დღეები, სადაც ყველა მიუხედავად იმისა, რა გვიჭირს, რა გვიხილს, რა გვინდა, რას მოვლენით ცხოვრებისგან, ყველაფერს გვერდზებდებ და ეს ორი დღე ცხოვრობ თბილისში ცხოვრობ. მინდა ყველა თბილისში მივიდო და ეს ორი დღე გაატაროს მარტო ხუთასიანი თბილისური ცხოვრება. დღევანდელი პროგრამა ერთდროულად რამდენიმე გამოფენით, კონცერტითა და სხვადასხვა სანახაობით გაიხსნა. დეკორატიულად გაფორმებული ხილი და ყვავილები გამოფინეს ბამბის რიგსა და შარდენის ქუჩაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქტის დაგემოვნება სტუმრებს აბანოთუბანში გაშლილ კარვებში შეეძლოთ. მინდა ყველა თბილისას მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვო ხინი, მშვიდობა, ბედნიერება, სიკეთე და ყველა ის სასწაული, რომელსაც იმსახურებს ეს ქალაქი თავისი გამშვენიერებისთვის. მინდა პატარებს უსურო ბედნიერი ცხოვრება და მინდა ყველას გისურვოთ ერთი მთავარი რამ, რომ სიყვარული იყოს ჩვენი ქალაქში დასადგურებული, დაბუდებული მუდამ. დღეს პირველად მომეცა საშუალება, მერიამ მომცა მის საშუალება, რომ გამოვსულიყავი და ჩემს თანამოქალაქეებს მოუფერებოდი და ასეთი სიუხვით თავი მომეწონებინა და გავპრანჭულიყავი ამ ჩემი სტუმრების წინ. თითოეული პროდუქტი, რომელიც უშვებს მარნეული სასურსათო ქარხანა, არის ქართული და 100% ნატურალური. დაფუძნებულია იმ რეცეპტურაზე და იმ ტრადიციებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიყვანა დღემდე. ქართულ ტრადიციულ სუფრას თავაზობდნენ სტუმრებს ტივით სეირნობისას. ტივი მტკვარში იუსტიციის სახლთან ჩაუშვეს და ქალაქის დათვალიერება აბანოთუბნამდე მგზავრებმა ქალაქური მუსიკის თანხლებით შეძლეს. რამდენიმე წელია ჩვენ მონაწილეობთ ამ ტივზე და ჩვენ უკრავთ. ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. ისე რომ ვინამ ცოცხალი ვიქნები, ამას გავაგრძელებთ მუდამ და ამას დიდი სიამოვნებით მივესალმები. ტივისგან განსხვავებული ტრანსპორტის საშუალებები გამოფინეს ავტოშოუზე მეტეხის ხიდზე. აქ ძველებური ავტომობილების, იშვიათი მოდელებისა და ხელით აწყობილი მანქანების ნახვაა შესაძლებელი. ეს არის 1953 წელს გამოშვებული ჯიპი, ამერიკული, რომელმაც გაიარა მთელი ფრონტი, ჩამოვიდა საქართველოში. აქ 22 წლის მანძილზე მიმდინარეობდა მისი რესტავრაცია. ეს არის 1925 წელს გამოშვებული Mercedes-ის სპეციფიკური მოდელი, ტურისტია. მასალა თავისი არაფერი შერჩენია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმპროვიზაცია Mercedes-ის თემაზე. შეცვლილია ბევრი რამ ნაწილი, ორიგინალები არის ძალიან ძვირად ღირებულები. სპორტული შეჯიბრის მოწყობა მხოლოდ სამეცნიერო კუთხით სცადა ილიას უნივერსიტეტმა. სტუდენტებმა საკუთარი ხელით დამზადებული რობოტების შოუ ჩაატარეს. შოუ სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართა. საგანგებოდ გაშლილ კარვებში მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების მიღწევები გამოფინეს. პოლონური მოდელის მიხედვით ორგანიზებული პიკნიკის მთავარი მიზანი მეცნიერების პოპულარიზებაა. მეცნიერება არის არამედ ვისაკაფიცია და უფრო არამედ ეს არის ძალიან სახალხო, ძალიან სასაცილო და მაშინ მიმართულება არის ყოველთვის კარგი და სასიამოვნო. წელს ბევრი მეტი კარავია, ვიდრე შარშან იყო. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან არის მონაწილეები შემოსულები. არის ერთი მნიშვნელოვანი დამატება, ეს რობოტების თამაშები, რომლის რაც პირველად ხდება.
ეგ არის კონცერტამდე გორგასლის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი გამოვიდა. დღევანდელი პროგრამის ფარგლებში ასევე პოპ შემსრულებლების კონცერტები, კომედი შოუსა და კომედი არხის მსახიობების წარმოდგენები, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები იყო დაგვირგვინებული. დღეს ვეცადეთ, რომ ეს საზეიმო განწყობა შეგვექმნა ხალხისთვის და აგვეწია ის ტონუსი, ის საზეიმო განწყობა, რაც ხალხშია და ვეცადეთ ისე ტემპიანი და ისეთი სამხიარო ნომრები ეგ არის პროგრამიდან ამოგვეშია. წლევანდელი თბილისობა სამდღიანია და ხვალდასრულდება. თბილისობის დღესასწაული მრავალფეროვანი პროგრამით ხვალ დილიდან ყველა სტუმარს ისევ ძველ თბილისში ელოდება. ანუკა, შენი ჩართვა დასრულდა, მაგრამ შენი სამუშაო დღე არ დასრულებულა, დაელოდე კონცერტის დამთავრებას. ანუკა ელისბარაშვილი გვერდმოდა თბილისობიდან, მადლობა ანუკა. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.